დასპონსორებული არ გიგონოთ, უბრალოდ ძალიან გემრიელია და მომინდა უცებ რომ მეჭამა რა. მოდი ხა იმ თემაზე გადავიდეთ, რის გამოც ჩართეთ ეს ვიდეო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შათერის სიჩქარეზე, დიაფრაგმაზე და აისოზე. ეს ის სამი ფუნქცია, რომელიც ფოტოგრაფმა უნდა იცოდეს და თვალდახუჭილი უნდა შეეძლოს ამ სამი ფუნქციის გასწორება. მოდი პატარა მაგალითს მოვიყავართ, თქვენთვის მარტივი გასაგები იყოს. აი, წარმოიდგინეთ, რომ ეს კამერა რითიც ახლა მე ვიღებ ამ ვიდეოს, iPhone 15 Pro Max-ი. არის ის კამერა, რითიც შეგიძლია რომ ჩვეულებრივად YouTube ვიდეო გადაიღო. წარმოიდგინეთ, რომ ეს iPhone 15 Pro Max-ი არის შათერის სიჩქარე, ჩემ უკან ვიდეოში თქვენ დაინახავთ კამერას. და წარმოიდგინეთ, რომ ის კამერა არის დიაფრაგმა და ამ ორი შეწყობით ნახოთ ახლა რას მივიღებთ. ჰოპ. მე მგონი უკეთესია, ხო? უკეთესია, მაგრამ რაღაცა აკლია. შათერი გვაქვს, დიაფრაგმა გვაქვს და მე მგონი მიკროფონი გვაკლია. და მიკროფონს თუ ავიღებთ და წარმოიდგინეთ, რომ მიკროფონი აისოა, მიხვდებით, რომ ამ სამი კომპონენტის შერწყმით მიიღებთ იდეალურ ხარისხს. ანუ გულისხმობ იმას, რომ ამ სამი ფუნქციის ცოდნით თქვენ უკვე მერე შეგძლებათ, რომ უფრო და უფრო მეტი ცოდნა გაიღრმაოთ. ზოგან ჩიფსის ჭამა ალბათ ნახეთ როგორი იყო. ახლა განახებთ როგორი არის კაი მიკროფონში ჩიფსის ჭამა. ეგან მეგობრებო, მოდი ბევრი რო აღარ გავატრაკოთ, წავედით და დავიწყოთ ვიდეო. სალამი მეგობრებო, მიხარია რომ ისო მიყურებთ და მიხარია რომ გაინტერესებთ ისო ფოტოგრაფიაზე და საინტერესო ინფორმაციები. როცა ფოტოგრაფებას იწყებთ, აუცილებელია რომ იცოდეთ ზოგადად ვინ არიან ეს შათერის სიჩქარე, დიაფრაგმა, ISO, რა უნდა ვისთან არიან და და მე გეტყვით რომ ეს ის სამი ფუნქცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ რომ გადაიღოთ კარგი ფოტო. იმიტომ უნდა იცოდეთ რომ მიეჩვიოთ თქვენ კამერას. ეს ის სამი მნიშვნელოვანი ეს ის სამი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც უნდა იცოდეთ, როდესაც ფოტოგრაფიით ინტერესდებით. ოკეი, მოდი დავიწყოთ შათერის სიჩქარით. შათერის სიჩქარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ფოტოგრაფიაში. აი, მაგალითად რომ მოვიყვანოთ, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, გინდათ რომ გადაიღოთ ვიღაცა ტექნიკის მირბის და თან არ გინდათ რომ გაგეთხავნოთ. ამ დროს საჭიროა რომ შათერის სიჩქარე გახსნათ. შათერის სიჩქარის გახსნაში გულისხმობ იმას, რომ შათერის სიჩქარე უფრო ჩქარია, ვიდრე ადამიანის ფეხის სიჩქარე და ამ დროს შეგიძლიათ რომ ის ტიპი გააჩეროთ. თქვენს კამერაში. აი, უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, ასეთ მაგალითს მოვიყვან რა. ეს არის ჩემი ფოტო, რომელშიც როგორც ხედავ, მაღლაცაში მივფრინავ. მაღლაცაში ავფრინებ. Yo, ავფრინდები მე ისე მაღლაცაში ამ სოციუმის ხარს ავიღებ ესმის ჩუმიტაში. ანუ ეს კადრი გადაღებულია 320 წამზე, რა დროსაც ბუმ და შათერი უცებ დაიხურა და ჩემი ჰაერში კადრში დაჭერას მოასწრო. ანუ რას გულისხმობ უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს თქვენთვის, აი ეს მაგალითს განახებთ რა. აქ შათერს ხო ხედავთ, ეს არის შათერი კამერაში რა. ბუმ და ამ დროს ჩემი დაჭერა მოასწრო. ჩემი მაღლა ფრენაცაში იდეალურადაა დაჭერილი, შარფიც კარგია, ფოკუსიც კარგია, სიმკვეთრეც კარგია და რა თქმა უნდა კადრის გათხავნილი არ არის. მოდი ახლა შათერის სიჩქარე დავაყენოთ 50 წამზე, რა დროსაც უფრო ნელია შათერის სარკისაწეო ჩამოწევა ვიდრე 320. ეს მეორე არის 50 წამზე გადაღებული. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, კამერას დავაყენებ ხო 50 წამზე, ისევ მოხსნილ ლინზას და ისევ განახევთ. უყურეთ? ბუმ, უფრო ნელია შათერის კაპატკუპი. უფრო ნელა გადაიღო, ასე ვთქვათ და ჩემი მაღლაცაში აფრენის დროს ფრთები გამომივიდა, ფეხებზე ფრთები გამომივიდა და ასე ვთქვათ, გაუფრინდი რა. კიდე შეგიძლიათ ხოლმე ეს შათერის სიჩქარე გამოიყენოთ დინარის ან ჩანჩქერის ან იგივე ადგილის გადასაღებად, სადაც წყალი მიდის ხოლმე და მაგ დროს უფრო მოგეწონებათ გახსნელი შათერი, იმიტომ რომ ეს არის მაგალი შათერით გადაღებული დინარე და ეს არის დაბალი სიჩქარით გადაღებული მდინარე რა. და მე უფრო მომწონს, როცა გადღაბნილია ხოლმე რა და თქვენი აზრით მაინტერესებს, თქვენ რომელი უფრო მოგწონთ, კომენტარებში დამიწერეთ და მე განვიხილოთ ერთად რომელი ჯობია ეს თუ ეს. მე მაგალითად ეს უფრო მომწონს ხო. იმიტომ რომ უფრო რაღაცნაირად ლამაზი ფოტოა რა. ახლა რა შეეხება დიაფრაგმას. როდესაც დიაფრაგმა გიყენია 1.4-ზე, ნათელი ფოტოს გამოგვეცი, იმიტომ რომ აპარატში ბევრად მეტი შუქი შედის. ამ დროს შათერის სიჩქარეც უფრო დაბალზე გიყენია და უფრო ნათელ ფოტოს იღებ. რაღაც კონკრეტულ წერტილზე არის ფოკუსი, მის უკან არაფერი არ ჩანს, ჩანს უბრალოდ ბლარში ჩანს. ამის პლუსი ის არის, რომ პორტრეტ
პორტრეტებზე ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის და საპორტრეტოდ ერთ-ერთი გზა არის რომ ასე გადაიღოთ ფოტოები. მაგრამ თუ გინდათ რომ ყველაფერი ჩანდეს და ყველაფერი ფოკუსში იყოს, აი მაგალითად იღებთ ბუნებას ან იღებთ სახლის ინტერიერს ან ექსტერიერს გარეთ ან ამ მსგავსად ხო ხდებით, როცა გინდათ რომ სივრცე ჩანდეს და ყველაფერი ფოკუსში იყოს, ამ დროს აუცილებელია რომ F-ი რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხუროთ ზევით. ანუ სადღაც F-ი დააყენოთ 22-ზე ან 14-ზე. მოდი ამაზეც მოვიყვანოთ მაგალითი. ეს არის ფოტო, რომელიც გადაღებულია F16-ზე. 50 მმ-ით გადავიღე, რომელსაც F-ი აქვს 16, მეტი არ ეხურება და ხედავთ რომ ყველაფერი ფოკუსშია, წინ რაც დევს სუბიექტი და უკან ფონზეც რაც დევს ყველაფერი ფოკუსშია და ეს არის ფოტო, რომელიც გადაღებულია F-ი 1.4-ზე. კარგად ხედავთ რომ რაც წინ დევს მიკროფონი მარტო ის არის ფოკუსში, ბევრად ლამაზი ფოტოც არის და ბევრად ჯობია ამ დროს რომ F-ი გქონდეთ 1.4-ზე ვიდრე 16-ზე. იმიტომ რომ უფრო ლამაზი ფოტო გამოდის. ნუ როგორ სულიყავი გარეთ და გადამეღო ბუნება, როგორიცაა ესეთი ან ესეთი, ამ დროს F-ი მექნებოდა მაქსიმალურად მხურული, რომ იდეალური ფოტო მიღო, ყველაფერი ფოკუსში ყოფილიყო და თვალსაც ერთი წუთი ზუსტად შენს განკარგულებაში წარმატებები და წამზომი ჩაირთო. და მაგ დროს კიდე ხო, ყველაფერი იდეალურად, ყველაფერი როგორც წეგან აღნიშნე, გააჩნია რა ლინზა გიკეთია და რას იღებ რა. ამ სახლის პირობებში როგორც ნახეთ, მე ჩემი მიკროფონი მოპოზიორი და გამოვიყენე პორტრეტის ლინზა 50 მმ-იანი, მაგრამ როდესაც ბუნებაში გადიხარ, მაშინ უნდა გამოიყენო ფართე კუთხე, რომ უფრო ბევრი ობიექტი შემოდიოდეს შენს კადრში და უფრო კარგი ფოტო გადაიღო. ამიტომ არის რომ ფოტოგრაფებს ამდენი ლინზა გვილაგია ჩანთაში რა, კონკრეტულ ლინზას, კონკრეტული ემოციის დაჭერა შეუძლია. ანუ გულისხმობ იმას, რომ როდესაც გინდა რომ სიზეპარტალს გადავუკვეთით კადრი რო გიგონოს ფილმიდან ამ დროს პორტრეტის ლინზას გავუკეთებ და თუ გინდა რომ ყველაფერი სივრცე გამოჩნდეს და ყველაფერი რო ფართე კუთხეზე იყოს, რომ ფართე კუთხეს გავუკეთებ ან 15-24-იანს და ანუ კონკრეტულ ემოციაზე მუშაობ ამ დროს რა. აი რომ მოდიან ხოლმე და რეგეუნებიან. აუ, ჩემი ძმა, ეხა ეს ლინზა რატო შეცვალე? იმ ლინზით ბანძად იყებდი ფოტოებს? არა მეგობარო, ბანძად კი არ იღებ მაგ დროს ფოტოებს. უბრალოდ ეხა ეს ემოცია მე რო დავიჭირე, ეხა მინდა რომ სხვანაირი ემოცია დავიჭირო და სხვანაირი კადრი ავიღო და შესაბამისად მაგიტო შევცვალე ლინზა რა. არა, იმიტომ რომ ლინზამ ცუდად გადაიღო რა. ზუსტად ეს დეტალია ფოტოგრაფიაში, რაც ამ ხელოვნებას ხდის საინტერესოს. იმიტომ რომ განსხვავებული ლინზებით ჩვენ გიყვებით განსხვავებულ ისტორიებს და ამბებს. ოკეი, ახლა დარჩა ISO. ISO-ს მე ვეძახი fake shooks, იმიტომ რომ როდესაც დიაფრაგმაც და შათერიც გიყენია იმ რიცხვებზე, რომელზეც გინდა რომ გიყენოს და ფოტო მაინც ბნელი გამოგდის, აი ამ დროს უკვე უნდა ჩართო ISO. ISO-ს აწევით ფოტოს ამატებ, ასე ვთქვათ, აპარატში ჩაშენებულ ხელოვნურ სინათლეს რა. მაგიტო ვეძახი fake shooks. იმიტომ რომ როდესაც ISO-ს მოუმატებთ ფოტოც შესაბამისად განათდება უბრალოდ აპარატის ხარჯზე. ხო, რაღაც მომენტამდე ISO-ს აწევა რეკომენდირებულია, კი, მეც უნდა აუწიოთ, უსაჭიროა და აუცილებლად უნდა აუწიო, მაგრამ იმას გულისხმობ, რომ როდესაც ISO ძალიან მაღლა ადის, ამ დროს ფოტოზე გამოდის შუმები, რაც უფრო უსუფთავოს ხდის ფოტოს რა. აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს არის დაბალ ISO-ზე გადაღებული და ეს არის მაღალ ISO-ზე გადაღებული. ამ ფოტოს გრეინი აქ თითქოს მომატებული, ან Photoshop-ში, Lightroom-ში ვისაც ფოტო დაგიმუშავებიათ, იქ არის ერთ-ერთი ფუნქცია გრეინი რა. გრეინს როცა უწევ, ზუსტად ესე შუმავს ფოტოს რა. ანუ ISO-ს აწევით ფოტოში უფრო მეტი პიქსელი ჩანს და შესაბამისად მაგიტო გამოდის ესეთი რა. თუ გინდათ რომ მე Photoshop-ში არ დაგჭირდეთ, თქვა გრეინის აწევა, შეგიძლიათ პირდაპირ ISO-ს მოვანოთ და ესეთ ფოტოს მიიღებ. ასე რომ ჩემი რეკომენდაცია თქვენთვის არის ის, რომ თუ შენ ხარ დამწყები ფოტოგრაფი და სწავლობ ამ სამ ფუნქციას, მაშინ ეს სამი ფუნქცია აითვისე ბოლომდე და კარგად. იმიტომ რომ ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამ სამ ფუნქციას გრძნობ და შეგიძლია რომ ყველაფერი ისე შეცვალო და დააყენო, რომ ამაზე ბევრი ფიქრი არ დაგჭირდეს. როცა ეს სამი ფუნქცია კარგად იცი, შათერი, დიაფრაგმა და ISO-ს კონტროლი ისე კარგად შეგიძლია, რომ ფოტოზე დახედვი შეგიძლია შენ მიხვდე, რომ რაღაცა გამოსასწორებელი გქონდა, აი თქვა რაღაც შენ ძველი გადაღებული ფოტო აიღე და შეხედე და
მივხვდი რომ აუ ხო არა გადაო აი ამ ფოტოზე ეს შათერი რო ცოტა ამეწია რა მაგარი ფოტო გამოვიდო და ან შეხედავ და აუ ხო არა გადაო დიაფრაგმა რომ მომეხურა რა მაგარ ფოტოს გადავიღებდი ან აი ან კიდე ერთ ფოტოს აიღებდი მან შეხედავ და ხო არა გადაო ბაისო ამ ხელაზე რატომ აქ აწეული აი რო ჩამეწია რა მაგარი ფოტო გამოვიდო და ამ ყველაფერს რო მივხვდები მე რო უკვე შეგიძლია რომ გადახვიდე სხვა თემების სასწავლად რა ნუ მეგობრებო ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა იმედი მაქვს რომ ჩემნა რაღაცა ცოდნა მიგაქვთ და რაღაცას ისწავლით ლაიქის ღილაკს ხელი მიერტყით თუ კიდე არ მიგირწყავს გამოწერის ღილაკსაც ხელი მიერტყით თუ არ მიგირწყავს და რაიმე დააკომენტარე რა რომ мотиваცია მაინც მექნება დიდად ბევრი ნახვები არ მაქვს ხოლმე ვიდეოებზე მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეს ვიდეოები ბევრ ადამიანს გამოადგება და ბევრი ადამიანი ისწავლის ბევრ საინტერესო ინფორმაციას რასაც მე შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენებს ვინც ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული რა თქმა უნდა რა მეგობრებო სულ ეს იყო მადლობა რომ მეყურავთ მადლობა რომ ჩემთან ხართ კომენტარებში ერთი გული გამისპამეთ არავე რაც კიდე დამიკომენტარეთ მოკლედ წავედით მომავალ შეხვედრამდე მადლობა ნახვამდის